ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით ეს გულისხმობს, რომ ორგანიზაციებმა სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია რუსული კანონის მიღების შემდგომ გაუარესებული მდგომარეობის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შემზღუდველი ახალი კანონების მიღების, მათი რეპრესიული აღსრულების და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის ერთიან პროცესზე, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებაა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 16-მა მედია ორგანიზაციამ, 120-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა 2024 წლის 17 ოქტომბერს მიმართა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სასამართლომ საქმის განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დაიწყო, რის შემდგომაც საქმის განხილვა ახალ ეტაპზე გადავიდა. მათივე ცნობით, სასამართლომ უკვე მიიღო სახელმწიფოს პასუხი საჩივართან დაკავშირებით. შემდეგ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროს კვლავ მოუწევს წერილობითი მოსაზრებების წარდგენა სასამართლოში და მომჩივნების წერილობით არგუმენტაციაზე პასუხის გაცემა. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები სტრასბურგის სასამართლოში დავობენ, რომ რუსული კანონი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას, დისკრიმინაციის აკრძალვას, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს. სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. ამასთან სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. იუსტიციის სამინისტრომ საკუთარ პოზიციაში დამალა არ მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია ფარას მიღებისა და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე, რომლებიც სამოქალაქო სექტორის შევიწროებისა და დევნის მექანიზმებია და თავისი არსით წარმოადგენს რუსული კანონით დაწესებული შემზღუდველი რეჟიმის გაგრძელებას. ამასთან იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებით რუსული კანონი არ არღვევს კონვენციით დაცულ უფლებებს.